მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დღეს მინდა გაგიკეთოთ გაშლა. რამდენიმე საკითხი მაქვს ამორჩეული, ახლა კონკრეტულ ერთ საკითხს ავარჩევ და მასზე გავაკეთებ გაშლას. გაშლა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, იქნება მოდი დავიწყოთ უფრო მსუბუქი და სასიამოვნო თემებით და იყოს პირადი სასიყვარულო თემა. რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი? ეს დღევანდელი გაშლა იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხართ ცოტა გაურკვეველ ურთიერთობაში. მაგალითად, შეიძლება გაწყვეტილი იყოს ამჟამად კომუნიკაცია, ან შეიძლება ეს ადამიანი, ვისაც თქვენ ჩაიფიქრებთ, რაღაც გარკვეული დროით თქვენგან დისტანცირებულია ფიზიკურად, ანუ არ ხდება თქვენთან არანაირი კომუნიკაცია და თუ ხდება კომუნიკაცია, ეს შეიძლება იყოს ძალიან მწირი დოზით. და მოდით გავიგოთ ასეთ პიროვნებასთან რა გელოდებათ პირად სასიყვარულო ცხოვრებაში, ვნახოთ ეს ადამიანი ამჟამად სად არის, რა ენერგიებშია, როგორ გრძნობს თავად თავს, ასევე ვნახოთ თუ რას ფიქრობს კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით, რას ფიქრობს, რა ემოციები, რა სურვილები აქვს და საერთოდ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში. მოდი ვნახოთ. კონცენტრირდით მხოლოდ იმ ადამიანზე, ჩემო ძვირფასებო, ვინც გაინტერესებთ იმ ერთ ადამიანზე, ვინც თქვენ გაინტერესებთ. რამდენიმე ვარიანტს გავაკეთებ და თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ თითოეულ ვარიანტზე კონკრეტული პიროვნება ჩაიფიქროთ, ანუ კონკრეტული პიროვნებით დააკავოთ, ესა თუ ის ვარიანტი, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ადამიანი და აირჩიოთ მხოლოდ ერთი ვარიანტი. ახლა თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდით აი ამ პიროვნებაზე. დახუჭეთ თვალები, გაიხსენეთ, შეიგრძენით ეს პიროვნება, მასთან გატარებული დრო, ემოციები, მიმოწერები, ყველაფერი, რაც მასთან გაკავშირებთ. და ვნახოთ ყველა ინფორმაცია, რასაც ტარო მოგვაწვდის. ნახოთ. კარგად დაინახეთ. კარგად შეიგრძენით ეს პიროვნება. კარგად დაინახეთ და კარგად შეიგრძენით ეს ადამიანი. და ვნახოთ. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. ნახოთ ჯერ პიროვნების სიგნიფიკაცია, პირველი ვარიანტი, თვითონ ეს ადამიანი მიჩვენე, პირველი ვარიანტი, პირველი და მეორე ვარიანტი. აბა თქვენ იცით, ასე დავალაგებ. რადგან სიყვარულზეა და სასიამოვნო თემაზეა, მოდი დავამატებ საყვარელ სიგნიფიკაციებს.
პირველი და მეორე. აბა თქვენ იცით, დააკვირდით არკანებს, დაინახეთ ის პიროვნება და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეთ. დავიწყოთ. მეორე ვარიანტს გვერდით გადავდებ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, აი ეს ვარდისფერი ბეჭედი ვინც აირჩიეთ. ჯერ ვნახოთ ამ ადამიანის სიგნიფიკაცია. ვინ არის? თუ ემთხვევა იმ ადამიანს, ესე იგი უნდა გააგრძელოთ ყურება. ადამიანის სიგნიფიკაცია პირველი ვარიანტის შემთხვევაში ეს პირდაპირ მნიშვნელობით მეგობრებო. ეს არის წარსულში მრავალგზის იმედგაცრუებული გარკვეული დანაკარგების მქონე ადამიანი, რომელსაც ძალიან მებრძოლი, ძალიან ენერგიული სხვათა შორის, ძალიან აქტიური, მეომარი ადამიანია, თუმცა აბსოლუტურად რბილი, მგრძნობიარე გულით. ეს ადამიანი წარსულში ძალიან დიდი დანაკარგის და დიდი ტკივილის მქონე იყო, რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში. შესაძლებელია ეს არის კარიერული გეგმები, მიზნები, რომლებიც დაემსხვრა ამ ადამიანს, რაღაც გარკვეული შანსები დაკარგა თავის ცხოვრებაში ამ ადამიანმა და რაღაცნაირად მისტილის ამ წარსულს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ის ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის ძალიან პერსპექტიული და მომავალშიც მას აქვს ძალიან კარგი შანსები, რომ ცხოვრება გააგრძელოს და ძალიან დიდ და გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწიოს. ეს ადამიანი მაინც კონცენტრირებულია წარსულზე. ამ ადამიანს ძალიან ბევრმა ახლობელმა, ბევრმა მეგობარმა აქცია ზურგი დააღალატა და გული გაუტეხა. ეს ადამიანი ამჟამად არის გლოვის მდგომარეობაში, რასაც შეიძლება გარედან დიდად არ იმჩნევს, მაგრამ თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ეს ადამიანი გლოვის მდგომარეობაშია, გლოვობს იმ დაკარგულ ადამიანებს, შანსებს, მოვლენებს, შესაძლოა თქვენთან ურთიერთობასაც გლოვობდეს და შესაძლოა ზუსტადაც თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელშიც მისი აზრით ისი არ წავიდა ყველაფერი როგორც მას სურდა და იმედგაცრუებულია. მოკლედ, თავპირი ჩამოსტირის, ძალიან დაკარგულად გრძნობს თავს და ძალიან უენერგიოდ, დაღლილად, იმედგადაწურულად და დასტრესილად. თუ იცანით ეს ადამიანი ჩემო ძვირფასებო, ახლა გავაგრძელოთ. ვნახოთ თუ რას გრძნობს ამ ეტაპზე ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს? რას გრძნობს? ორი წამით მუსიკას დავუწევ ოდნავ. გავაგრძელოთ მეგობრებო. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ჩემო ძვირფასებო, წეღან რომ თქვი, რომ ამ ადამიანმა დიდი დანაკარგები განიცადა და ძალიან დიდი ტკივილები გადაიტანა ცხოვრებაში. ეს ეხება სხვა მოვლენებსაც,
რომლებიც მოხდა მის ცხოვრებაში უდაოდ. შეიძლება დაკარგა ოჯახის წევრი, შეიძლება მეგობრებმა უღალატეს, შეიძლება ოჯახში იყო განხეთქილება, შეიძლება მშობელი ექცეოდა არასწორად და მშობლისგან მიიღო დიდი ტრავმა და ტკივილი. ეს ადამიანი არის დატრავმული, ემოციური და იმედგაცრუებული მისი საახლობლო წრისგან. მაგრამ რას გრძნობს ამ ეტაპზე თქვენთან დაკავშირებით? ერთ-ერთი ადამიანი, რომლისგანაც ის იმედგაცრუებულად გრძნობს თავს, ხართ თქვენც. ეს ადამიანი, როდესაც მასში შემოდის შეგრძნებები, აი თქვენი სახელი რო უკვე გახსენდება, აი თქვენი სახელი რო წარმოუდგება, ხო ხვდებით? აი ვიღაც რომ ახსენებს თქვენს სახელს, ან თქვენს ფოტოს დაინახავს, ან უბრალოდ მეხსიერებაში ამოუტივტივდებით. პირველი გრძნობა და პირველი ემოცია მოდის სამართლიანობა. პირველი, ესე იგი, მას აქვს თქვენ მიმართ უსამართლობის შეგრძნება. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მას უსამართლოდ მოეკეცით და ბრაზი, გაღიზიანება და იმედგაცრუება მოდის აქედან გამომდინარე, რომ თქვენ რაღაც მის ეგოსთან მიმართებაში უსამართლო, არასწორი გააკეთეთ. პირველი მოდის უკმაყოფილება, პირველი მოდის უსამართლობა, პირველი მოდის გაღიზიანება. და ამის შემდეგ მოდის გრძნობა, რომ მე არ მინდა ეს ადამიანი. მე ჩავიკეტები, მე არ მივიღებ მისგან არანაირ ემოციას, გრძნობას, არ მჭირდება. და აქაც იგივე მეორდება. ამ არკანშიც ადამიანი მისტირის წარსულს, მე კი არ მისტირის, დარდობს წარსულზე. იმას კი არ ამბობს, რომ ნეტა წარსულში გადამაგდო. არა, პირიქით. ის დარდობს და განიცდის, ის გლოვობს თავის ტკივნეულ მწარე წარსულს, როცა ბევრმა ადამიანმა გული ატკინა. და აქაც იგივე განმეორდა, როდესაც თქვენთან დაკავშირებით დაუსვი კითხვა თუ რას გრძნობს. აქაც ზუსტად იგივეა, თქვენთან დაკავშირებითაც ვერ ინელებს წარსულში მომხდარ უსამართლობას მისი აღქმით, რაც თქვენ გაუკეთეთ, როგორც თქვენ მოეკეცით. და გრძნობა, ნახე როგორ არის, ესე იგი პირველი გრძნობა, აი თქვენი სახელი ვახსენეთ, ხო? აი ვახსენეთ თქვენი სახელი, ახსენა ვიღაცამ თქვენი სახელი, თქვენი ფოტო დაინახა, ან რა ვიცი, ამოუტივტივდით გონებაში და პირველი მოდის, ეს როგორ უსამართლოდ მომექცა. ანუ პირველი მოდის უსამართლობის შეგრძნება. ანუ მას ახსენდება, თუ როგორ მოეკეცით უსამართლოდ. ეს თქვენ იცით. რას თulis ეს ადამიანი უსამართლობად. ამის შემდეგ მოდის ისევ ჩაკეტვა, რომ მე არ მინდა მისგან არც ისა რა ქვია, მისი როგორი გამოთქმა არსებობს, მისი არც თაფლიანი წყალი მინდა, აი არაფერი, არც კარგი მინდა, არც ცუდი. მისგან არაფერი მჭირდება, არც კარგი, არც ცუდი. და ისევ ჩავიკეტები მისგან ვიქნები, შორს ვიქნები დისტანცირებული, ჩემთვის ვიქნები, იმიტომ რომ მანაც მატკინა. ისიც უსამართლოდ მომექცა. და აი ამ ტკივილის და აი ამ იმედგაცრუების მიღმა, აი ამ ეს ხო ეიფორია, ეს ხო მოწოლილი გრძნობები და ტკივილია. აი ამის მიღმა დგას სიყვარული. თქვენ ამ ადამიანს უყვარხართ, იმიტომ რომ ბევრი კარგი მოგონება აქვს თქვენთან, კარგი ემოციები აკავშირებს თქვენთან, მაგრამ ამ კარგი ემოციების დაგროვების და განცდის შემდეგ თქვენგან მიიღო გარკვეული ტკივილები, უსამართლობა და ამას ვერ ინელებს. შესაბამისად, ამ ადამიანს თქვენთან კომუნიკაციის სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს. კი უყვარხართ, მაგრამ ეს ტრავმები და ეს ტკივილები და ეს უსამართლობის შეგრძნებები უფრო დიდია, ვიდრე ის
სიყვარულით უნდაც და ის წარსულში განცდილი დადებითი ემოციები. ამიტომ გადმოდგამს თუ არა საერთოდ ეს ადამიანი ნაბიჯს თქვენთან დაკავშირებით ოდესმე. აქ ნაბიჯის გადმოდგმა არ ჩანს ჩემო ძვირფასებო, აქ ეს ადამიანი უფრო იმუშავებს საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ფინანსებზე, სტაბილურობაზე, წარმატებაზე, გამარჯვებაზე, გონივრულად წაიყვანს თავის ცხოვრებას, ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინანსურად, მატერიალურად, ცხოვრებისეულად ყველანაირად წელში გამართული იყოს და ძლიერი იყოს. აქ არის მხოლოდ ის, რომ მე ჩემს თავზე ვიფიქრებ და მე დავუმტკიცებ, როგორი ძლიერი ვარ, როგორი ნათელი გონების ვარ და რამდენი რამე შევძელი და მოვიპოვე ჩემს ცხოვრებაში ფინანსურად, მატერიალურად, კარიერულად, სტაბილურობის მხრივ, კომფორტის და ფინანსების მხრივ. აქ საერთოდ არ აქვს ამ ადამიანს თქვენთან ნაბიჯის გადმოდგმის სურვილი. აქ აქვს უბრალოდ იმის სურვილი, რომ ეს ტრაუმები და ეს ტკივილები ამ ადამიანმა გამოიყენოს თავისი ცხოვრების ასაშენებლად. და თუ მაგალითად თქვენ გააქვთ ამ ადამიანის მიმართ გარკვეული გრძნობა და ინტერესი და თქვენ რომ გადადგათ ნაბიჯი, ეს ადამიანი მიგიღებთ საერთოდ. არა. ძალიან ნაკლებია ამის შანსი. როგორც ჩანს, კი ბატონო, ძალიან ნაკლებია ამის შანსი, როგორც ჩანს, თქვენ ამ ადამიანს ძალიანად კინეთ გული მისი გადმოსახედიდან ასია და ერთადერთი თქვენ რომ ნაბიჯი გადადგათ ამ ადამიანთან დაკავშირებით, იცით როგორი რაღაც იქნება ჩემო ძვირფასებო, თავიდან ჯერ ერთი თქვენც ვერ დგამთ ნაბიჯს და არ იცით როგორ უნდა გადადგათ ნაბიჯი, მაგრამ რომც გადადგათ ეს ადამიანი დაგიხვდება ძალიან პრინციპული, ძალიან მყარი, ძალიან საკუთარ თავში დარწმუნებული, ან ყოველ შემთხვევაში ასე დაგანახებთ თავს, რომ მე არავინ არ მჭირდება, ნახე მე როგორი ძლიერი ვარ, მე როგორი კარგი ვარ. ცოტა არ იყოს გაურებულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს და სადღაც დაფიქრდეს, რომ იქნება და მივიღო ეს ადამიანი, იქნებ რაღაც გამოვიდეს, მაგრამ არა ჩემო ძვირფასებო, მას იმდენად დიდი გულის ტკენა აქვს, რომ ის მაინც უხეში იქნება თქვენთან მიმართებით, ის მაინც ეცდება, რომ თავისი ენით, თავისი საუბრით, თავისი რეპლიკებით მოგთელოთ, გაგაღიზიანოთ, გული გატკინოთ. ძალიან მცირე შანსია, ფაქტობრივად შანსიც არ არის, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად გადართული იქნება მომავალში თავის გეგმებზე, თავის მიზნებზე, თავის კარიერაზე, სამსახურზე და იქნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვითონ იყოს თქვენგან აბსოლუტურად დისტანცირებული და ძალიან წარმატებული ვარსკვლავი. ნახეთ, თქვენთვის იყოს ის შორეული ვარსკვლავი, რომელიც სადღაც შორს არის, ანათებს და არის უზომოდ წარმატებული, მაგრამ თქვენ მას ვერ წვდებით. და როგორც უნდა იცადოთ, რომ მასთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია გქონდეთ, იქნება მუდმივი კონფლიქტები, მუდმივი გაუგებრობები და მუდმივი უსიამოვნებები. აქედან გამომდინარე, მე გირჩევთ, რომ ეს ადამიანი თქვენ გამოვიტანეთ ახლა დასკვნები, მაგრამ ამ ადამიანს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ თქვენთან კომუნიკაციას არ აპირებს და ამ ადამიანს უკვე აქვს გადაწყვეტილი ის, რომ მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ წარმატებას და საკუთარი მიზნების მიღწევას უნდა მიხედოს და არავის სხვას. ეს იყო პირველი ვარიანტი. თუ მოგეწონათ ეს გაშლა, თუ რეზონირდა, თუ დაიჭირეთ თქვენთვის კარგი დადებითი, ანუ სწორი მესიჯი, ანუ თუ ამოიცანით თქვენი სიტუაცია, თქვენი ამბავი, მაშინ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის ამ ვიდეოს დალაიქება, ჩემი არხის გამოწერა და კომენტარის დაწერა და ასევე მეგობრებო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ვისაც მსგავსი თემები აინტერესებს. მე მახსოვს ოდესღაც, როცა
ძალიან მჭირდებოდა და მაშინ ჯერ არ ვიცოდი საერთოდ ტარო და ეზოთერიული სამყარო ძალიან მჭირდებოდა ხოლმე მსგავსი მესიჯების მიღება თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანისგან და სამწუხაროდ მე ვერ ხვდებოდი ასეთ ადამიანს და სადღაც წლების შემდეგ გადავაწყდი ერთ-ერთ გოგონას, რომელიც დღეს აღარ მუშაობს ამ სფეროში სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ როგორც ბოლოს მითხრა, გამოვიფიტეო, ძალიან დავიღალეო, აღარ შემიძლიაო და ამიტომ დახურა თავისი YouTube არხი. მაგრამ ეს ამ გოგონას მივაგენი მე თვითონ, მაშინ როდესაც თავისი YouTube არხი უკვე გაკეთებული ჰქონდა დაახლოებით 2 წლის წინ რა სანამ ვიპოვიდი. ერთი ადამიანი, ერთი მეგობარი მაინც რომ ყოლოდა, რომელიც მის ვიდეოს ჩამიგდებდა და ამ გოგოს ვნახავდი და მას გავიცნობდი, მის ვიდეოებს მოусმენდი, იმ მესიჯებს მივიღებდი, რასაც ის გვაძლევდა, თავის დროზე შესაძლებელი იქნებოდა რომ უფრო მეტად დამხმარებოდა ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების გზაზე. ამიტომ მეგობრებო, არ დაიშუროთ, არ დაინანოთ შესაძლებლობა რომ თქვენს მეგობრებს, თქვენს ახლობლებს გაუზიარეთ ეს ვიდეოები, ვისაც რა თქმა უნდა მსგავსი თემები აინტერესებს, თორე ზოგიერთი ადამიანი, ვისაც ტარო აინტერესებს და შლის და ეს მიღმიერი სამყარო აინტერესებს, ზოგიერთი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი ასეთებს, რა ვიცი, ზოგი გიშს გვეძახის, ზოგი ჩხიბავებს გვეძახის და ასე შემდეგ და ესე არ არის შემოწირფასება. ტარო ეს არის სიმბოლოები, რომელსაც გვაძლევს სამყარო და სამყარო არის ყველაფერი, სამყაროს ნაწილი ვართ ჩვენც. ძალიან ხშირად არის, როდესაც ჩვენ არ ვიცით ცხოვრებაში რა გზას დავადგეთ, ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ, ჩვენ არ ვიცით რა არის გამოსავალი. აი მაგალითად ახლა ბიჭი, რომელიც 12 წლის წინ დაიკარგა, ყველას გეცოდინებათ, მთელ საქართველოს გეცოდინებათ, მეგობრებო, ეს ამბავი. აი იმ ქალბატონისთვის თავის დროზე ვინმე ძლიერ ეზოთერიკოს, ძლიერ მაგს, რომ რაღაცა კონკრეტული მინიშნება მიეცა. ეს ქალი 12 წლის განმავლობაში ასეთი დატანჯული არ იქნებოდა. და მე მინდა რომ адам ყველა მამს ვერ გაიგებს, მაინც ვერ გაიგებს გამორიცხულია, იმიტომ რომ სამყაროში არსებობს მატრიცა, არსებობენ მატრიცის ბოტები, რომლებიც უბრალოდ მატრიცის, აი ამ რაღაცა პროგრამულად გაწერილ ცხოვრებას რუტინულად ასრულებენ. ანუ ესე იგი მატრიცა არის რა? არის პროგრამა. და მატრიცაში ვარსებობთ. ამ ეს მატრიცა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ სულები დაგვაპროგრამოს და რაღაცა რობოტებივით გვამუშაოს. და არ გავიხედოთ რაღაც უბრალოდ გონების მიღმა რომ რაღაც სამყარო არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესე არ არის შემოწირფასებო. ესე არ არის. გონების ანალიტიკური აზროვნების მიღმა არსებობს ის დაფარული ცოდნა და ინფორმაცია, რომელსაც გონებით უბრალოდ ვერ მიიღებ. ფიზიკურად ვერ მიიღებ. ეს არის შეგრძნებებით, ეს არის განცდებით, ეს არის ემოციებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სამყაროს ყოველთვის უნდა რომ დაგვეხმაროს, გარკვეული მინიშნებები მოგცვეს. და სწორედ ამისთვის არის ტარო. ტარო ეს არის მინიშნებათა სამყარო, შემოწირფასებო, ეს არის მინიშნებათა სამყარო. ტაროთი შეიძლება 100%-ით ზუსტი ინფორმაცია ვერ გაიგო, იმიტომ რომ მინიშნება, ხო ხდებით, მინიშნება, რომელსაც შეიძლება გქონდეს 1000-ნაირი ახსნა და 1000-ნაირი გაგება. მაგრამ არსებობს ინტუიცია, ინტუიციის ვარჯიში და ნამდვილად შეიძლება, რომ მისგან ამოიღოს საჭირო ინფორმაცია. შეიძლება ეს ვერ იყოს 100%-ით სიზუსტე, თუმცა ესეც შესაძლებელია. ესეც შესაძლებელია. ამიტომ ტარო ეს არის სამყაროსგან მესიჯების მიღების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვისმინოთ სამყაროს ხმა, იქნება რას გვეუბნება, იქნება რას გვაფრთხილებს, იქნება რა მინიშნებები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე გირჩევთ უბრალოდ, რომ ყველაფერს მხოლოდ რაციონალური გონებით ნუ მიუდგებით. არსებობს მიღმიერი სამყარო და არსებობს ნიშნები და სამყაროში არ არსებობს შემთხვევითობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოკლედ, ეს იყო პირველი ვარიანტი, ბევრი რომ არ გავაგრძელო და შეგიძლიათ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს გაუზიაროთ ჩემი არხი, იქნებ ვის რაში სჭირდება თუნდაც ჩემი ნათქვამი ერთი ფრაზაც კი. იქნებ ვის როგორ და რაში ვეხმარები. აი ამიტომ, ჩემო ძვირფასებო. და არ დაგავიწყდეთ კომენტარების დატოვებაც, ლაიქები აუცილებლად და გამოწერა, რომ ჩემმა არხმა იფუნქციონიროს, რომ მიიღოთ უფრო და უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია. და სხვათა შორის მაინტერესებს თუ ხართ ჩემი აქტიური მსმენელი, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს ვის რაში და როგორ დაგხმარებიათ ჩემი ჩაწერილი ვიდეოები, კონკრეტულად რა მესიჯი მიგიღიათ ისეთი, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეუცვლია, ან რაღაცნაირად გაგინათდათ რაღაცა გონებაში, რომ ხო, ეს ესეა. ანუ თუ მიგიღიათ, მაინტერესებს საჭირო დრო, საჭირო ინფორმაციები ჩემგან. დავემშვიდობებ პირველი ვარიანტის წარმომადგენელს, გადავალ მეორე ვარიანტზე. პირველ რიგში ვნახოთ ეს ადამიანი, ესე იგი კითხვა იყო ასეთი კონკრეტული პიროვნება, რომელთანაც არ გაქვთ ასე თუ ისე გარკვეული ურთიერთობა და რაღაც გარკვეული დისტანცია არსებობს, ვნახოთ ჯერ ამ ადამიანის სიგნიფიკაცია. ძალიან საინტერესო სიგნიფიკაცია აქვს ამ ადამიანს. ეს არის ადამიანის სამყარო, ძალიან განვითარებული, ძალიან შემოქმედებითი, არ გამოვრიცხავ რომ ხელოვნების დარგში ძალიან ისეთი აქტიური და ნიჭიერი ადამიანი იყოს, მაგალითად ხატავდეს, ან მოგზაურობით იყოს ძალიან ხშირად დაკავებული, ან ვაჭრობით, ყოველ შემთხვევაში ნახე როგორ რაღაც არის მოგზაურობა, კომუნიკაცია, საზღვრებს გარეთ გასვლა ერთ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდეს, ანუ ერთი ქვეყნის მოქალაქე არის ბუნებრივია, ხო? მაგრამ იმ საზღვრებს მიღმაც დაიარება და რაღაც საქმეებს აკეთებს. ეს არის მრავალმხრივ განვითარებული, სრულყოფილი ადამიანი, სამყარო ჩვენ ტყუილად არ მოგვივიდოდა. აბსოლუტურად ნახეთ სამყარო ეს არის ადამიანი, რომელმაც, რავი, ძალიან მაგარი ადამიანია, სხვათა შორის, ვინც შეიფიქრეთ, შესანიშნავი პიროვნებაა და რატო? ნახეთ, ეს არის 21 არკანი, ანუ ტაროს სამყაროში ჩემი ძვირფასებო არსებობს უმაღლესი არკანები, ხო? არსებობს ჩვეულებრივი არკანები და არსებობს ჩვეულებრივი რა, ну ჩვეულებრივი პენტაკლების სტიქია, კვერთხების სტიქია და ასე შემდეგ, ხო? და არსებობს უმაღლესი არკანები. და უმაღლესი არკანებიდან ეს არის 21 უმაღლესი არკანი, ჩემო ძვირფასებო. და ეხლა ის რას გვეუბნება? რომ ეს არის ადამიანი, სრულყოფილი ადამიანი, რომელმაც გაიარა აი ამ მაღალი არკანების ყველა ციკლი. ანუ ეს არის უკვე სრულყოფილი ადამიანი, რომელმაც გაჭირვებაც გაიარა, პრობლემებიც გაიარა, ცხოვრებისეული რა ვიცი, გრევები და ხიფათები და უბედურებები, ტოქსიკურობები, მიჯაჭვულობები, ყველაფერი გაიარა, ყველაფერი ნახა ამ ადამიანმა და ეს ადამიანი არის აბსოლუტურად სრულყოფილი და სრულფასოვანი პიროვნება, შემდგარი პიროვნებაა. ანუ ეს ადამიანი ამ ადამიანმა უკვე ზუსტად ვინ არის საერთოდ, რა უნდა ცხოვრებაში, რას წარმოადგენს, ძალიან კარგად იცის თავისი ნიჭები, უნარები, შესაძლებლობები. მე თავს დავდებ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ერთ სფეროში ვერ იქნება. ეს არის ძალიან განვითარებული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სფეროში ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. ეს არის ძალიან გონივრული ადამიანიც, რომელიც აბსოლუტურად ალაგებს აი ესე რაღაცნაირად სტრუქტურირებულად დალაგებული აქვს თავისი ცხოვრება. ერთი წამით დავაკვირდები კიდევ. ხო, ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა დამოუკიდებლად. ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან ძლიერი და მებრძოლი ადამიანია. ყველაფერს თავის ცხოვრებაში რაც კი აქვს, მიაღწია დამოუკიდებლად. გადალახა უამრავი ფათერაკი, უამრავი სირთულე და დღეს არის სამყარო. აი, ერთი მთლიანობა არის ეს ადამიანი, ანუ არაფერი არ აკლია რა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს, გინდა გარეგნობა, გინდა ინტელექტი, გინდა კარიერული განვითარება, გინდა ფიზიკური განვითარება, ჯანმრთელობა, ასე შემდეგ. ყველაფერი არის ამ ადამიანში უხვად სრულყოფილად. მოკლედ, თუ ამოიცანით ეს პიროვნება, მაშინ გავაგრძელოთ. ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით.
ამ ადამიანთან ურთიერთობაში თუ იქნებით, გეტყვით იმას, რომ თქვენ იქნებით აბსოლუტურად საიმედო ხელში. ხო, მესმის რომ ხა ხელში ცოტა უხეშნა თქვენ, მე ამიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ, მაგრამ აი სწორად მინდა გამიგოთ რა. თუ ამ ადამიანთან ურთიერთობაში იქნებით უსაფრთხოდ, შვიდად და დაცულად. ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობს ეს ადამიანი? რას ფიქრობს? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ნახოთ. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? აქვე დავამატებ. აპირებს თუ არა თქვენთან ურთიერთობას. და პერსპექტივაში რა გამოვა? რა გამოვა პერსპექტივაში? რას ფიქრობს იყო ეს? აპირებს თუ არა თქვენთან ურთიერთობას, პერსპექტივა. რას ფიქრობს? აპირებს თუ არა თქვენთან ურთიერთობას. და რა გამოვა? ხედავ რა ხდება? კარგი, თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს. თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს. უდაოდ ახსენდებით. და როცა ახსენდებით, რაც იყო თქვენ შორის, ეს ურთიერთობა საკმაოდ ტკბილად და სასიამოვნოდ ახსენდება. ანუ მისთვის თქვენ ხართ კარგი მოგონება, ძალიან კარგი მოგონება, რაც ძალიან ტკბილად და სასიამოვნოდ ახსენდება. თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ეს დისტანცია, რაც არის ახლა თქვენ შორის და ის დიდი ალბათობით ფიზიკურადაც შორს არის თქვენგან, შეიძლება იმყოფება სხვა ქვეყანაშიც. ფიქრობს, რომ ეს დისტანცია უნდა მოკვდეს, უნდა დამთავრდეს. ანუ ფიქრობს, ახსენდებით სასიამოვნოდ და ფიქრობს, რომ ეს დისტანცია უნდა შეიცვალოს, უნდა დამთავრდეს. აპირებს თუ არა ურთიერთობას. ურთიერთობა უნდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმპერატრიცა ხართ მისთვის, იდეალური ქალი, მაგრამ რაღაცნაირი შინაგანი შფოთვები აქვს, შინაგანი გაურკვევლობები აქვს, შინაგანი კონფლიქტები საკუთარ თავთან. აბა ეხა ეს გამოვა, ის როგორ გამოვა, ათასნაირი ბარიერი არსებობს ჩვენ შორის, აი რანაირად რა უნდა გამოვიდეს და რაღაცნაირად წევს და
ფიქრობს ამ ყველაფერზე და რა გამოვა? რა ვიცი, თუ ესე გააგრძელა აბსოლუტური გაურკვევლობაა, დისტანცია და შებოჭილობა, ანუ აქ ურთიერთობა ვერ გამოდის, ისევ მისი რაღაცა ჩიხებიდან და მისივე გაურკვევლობიდან გამომდინარე ვერ გამოდის ურთიერთობა, რომ ანუ ვერ დგამს ნაბიჯს. ერთი მაინტერესებს რა. ერთი მაინტერესებს ამ ადამიანის ცხოვრებაში სხვა ქალბატონი არსებობს? აი ისეთი ადამიანი, რომ იმაზეც ფიქრობდეს და ვთქვათ თქვენზეც. რომ ეს იქნება ეს უშლის რაღაცნაირად თქვენთან ურთიერთობაში ხელს. ვინმე ქალბატონი არსებობს, ვის მიმართაც ფიქრობს, რომ რაღაც გრძნობები, ემოციები აქვს და რაიმე ტიპის ურთიერთობა უნდა იმასთანაც. ვინმე ქალბატონი არსებობს? არა. არა, ქალბატონი არ არსებობს. ამ ადამიანმა, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ დიდი კრიზისები და სირთულეები გაიარა ცხოვრებაში და თავისი ცხოვრების გადაფასების პროცესშია, რაღაცა არა, არ არსებობს ქალბატონი. თუ ვინმე არის, იმასთან აბსოლუტური ეს არის გაურკვევლობა და ბუნდოვანება და არანაირად არ არსებობს. ასე იგი, ეს თქვენ ხართ. აპირებს თუ არა თქვენთან ურთიერთობას, ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ისთვის ხართ იდეალური ქალი იმპერატრიცა, მაგრამ აი ძალიან ბევრი შიდა კონფლიქტში და გაურკვევლობაში და პრობლემები აქვს, რომელიც აჩერებს და საერთოდ გამოვა თუ არა ეს ურთიერთობა, გამომდინარე, აი ნახე, აქაც ჩიხშია, ესე ვქნა, ისე ვქნა, წავიდი, არ წავიდებ, ნახო, არ ვნახო, მივწერო, არ მივწერო. და რაღაცნაირად შებოჭილი არის, ვერ იხსნება და აბსოლუტურად შებოჭილად გრძნობს თავს. მოდი ვნახოთ, რა ვიცი. ეშველება ამ ურთიერთობას? მოდი ჯერ მითხარი, ერთი მაინტერესებს. პირველი, კონკრეტულად რა წინააღმდეგობას ხედავს თქვენთან მიმართებით, რა წინააღმდეგობას ხედავს? რა არის ის, რაც აფერხებს და აი ფიქრობს, რომ რაღაცა ვერ გამოვა? რა არის ის, რაც აფერხებს და ფიქრობს, რომ ვერ გამოვა? ხედავ. ჩემო ძვირფასებო. ამ შემთხვევაში მე ვხედავ, რომ აქ არის რაღაცა ტრადიციები, რაღაცა წესჩვეულებები, რაღაცა ცხოვრება სრულიად განსხვავებული. თქვენ შეიძლება იყოთ, მოკლედ ეხლა მე ზოგადად ვიტყვი და თქვენ სიტუაციას მოარგებთ. თქვენ შეიძლება იყოთ აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ტრადიციების, სხვადასხვა წესჩვეულებების მქონე ადამიანები და მისთვის წინააღმდეგობა ეს არის, რომ როგორ გამოვა თქვენი თანაცხოვრება, როგორ გამოვა თქვენი ცხოვრება ზოგადად, როდესაც ეს თქვენს ტრადიციებს, ეს თქვენს წესჩვეულებებს სრულიად ეწინააღმდეგება. ასევე მიაჩნია, რომ ხო რა, აი ეს სრულიად თავისუფალი და გახსნილი და ლაღი და აი ისეთი აი როგორ გითხრათ, წინააღმდეგობების გარეშე და ისეთი თავისუფალი შეხვედრები, კომუნიკაციები და რაღაცები ვერ გექნებათ, ასე ფიქრობს, ისევ და ისევ ამ რაღაცა არ ვიცი, რწმენა წარმოდგენებიდან, ტრადიციებიდან, წესჩვეულებებიდან, რაღაცა ოჯახური ნორმებიდან, ოჯახური არ ვიცი, რაღაციდან გამომდინარე, თითქოს ფიქრობს, რომ ესეთი მარტივი ვერ იქნება თქვენთან, თქვენი კომუნიკაცია და ნახეთ, რომ თან როგორი მომენტი არის, რომ თან აქვს ძალიან დიდი სიმპათია თქვენ მიმართ და ეშინია იმის, რომ
ვაიდა გრძნობა გაუჩნდეს თქვენ მიმართ, მაგრამ მერე დაგეტაკოთ და დაგიპირისპირდეთ ეს რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული გარემო, პირობები, ცხოვრებისეული და ვაიდა მერე შეიქმნას პრობლემები თქვენს ურთიერთობაში და მერე ეშინია მოკლედ ამ ტკივილის, ეშინია იმედგაცრუების. ანუ აქ მარტივად რო ვთქვა, თქვენში არ არის პრობლემა. აქ მარტივად რო ვთქვა, თქვენ ძალიან მოსწონხართ, ძალიან უნდი ხართ, ძალიან სურს თქვენთან კომუნიკაცია, მაგრამ აქ პრობლემა არის გარემოში. შეიძლება მისი ოჯახია რაღაცნაირად ძალიან ტრადიციული და თქვენი მიღება არ სურს რაღაც მიზეზების გამო. შეიძლება თქვენი ოჯახია რაღაც ტრადიციული და მისი მიღება არ სურს. აი არ ვიცი, რაღაც ესეთი პრობლემაა. შეიძლება ძალიან განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყნებიდან ხართ და ის საერთოდ სხვა კულტურის წარმომადგენელია და ფიქრობს, რომ ეს იქნება პრობლემა და პრობლემა იქნება ურთიერთობაში, კომუნიკაციაში, აი მისი აზრით სიმარტივე ეკლდება ურთიერთობას. სიმარტივე არ იქნება. იქნება ძალიან რთული, ძალიან წინააღმდეგობებით სავსე და რაღაცნაირად ამას უფრთხის და ამასერიდება. ეშინია. თუ ამ ყველაფერს საერთოდ რა ვიცი, აბა გადალახავს ამ ყველაფერს? თუ ფაქტია რომ მოსწონხართ ძალიან. ფაქტია რომ კარგი ადამიანია თვითონაც და იბრძოლებს თქვენთვის თუ ვერა. და რა ვიცი, არის თუ არა რაღაცა პროცენტი თქვენს ურთიერთობაში იმისა, რომ ურთიერთობა გამოვიდეს. და თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? რომ გამოვიდეს ურთიერთობა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მარტივად გეტყვით აქ რა ამბავიც არის. ეს ადამიანი გიყურებთ სერიოზულად, თქვენ მისთვის არ ხართ გასართობი, დიდი სიამოვნებით შექმნით თქვენთან ოჯახს და შეიძლება ეს ნათქვამიც აქვს თქვენთვის, რომ აი მე შენ ცოლად მოგიყვან, ან მე შენთან ოჯახს შევქმნი, ხო ხვდებით, ნათქვამიც ექნება ეს და ეს ისე უბრალოდ არ უთქვამს ამ ადამიანს, ეს მთელი გულით გითხრათ მაშინ, როცა გითხრათ და აუცილებლად ექნება თქვენთან კომუნიკაცია, აუცილებლად ხედავ კონტაქტს. უბრალოდ ამ ადამიანს ფეხები უკან რჩება, ეშინია, არც ის უნდა რომ თქვენ გული გატკინოთ რაღაცის გამო, არც ის უნდა რომ თვითონ გული ეტკინოს, არც ის უნდა რომ ურთიერთობა განვითარდეს და მერე დაიშალოთ და ეს დიდი სიმწარე და იმედგაცრუება განიცადოს. მოკლედ, რაღაც დიდი პრობლემები არის თქვენს ურთიერთობაში, წინააღმდეგობები არის, მაგრამ მე რო ვკითხე, რომ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ თვითონ რომ ეს ურთიერთობა გამოვიდეს, ძალიან ლაღები იყავით, ძალიან პოზიტიურები. მიიღეთ ისეთი ეს ადამიანი როგორიც არის და მე ვხედავ რომ თქვენ დიდხანს რაღაცას ელოდით. დიდი ალბათობით შეიძლება პირად ცხოვრებაში არ ყავდათ არავინ და რაღაცა მხოლოდ თქვენს ფინანსებზე და თქვენს რაღაცა გულის ტკენების მოშუშებაზე იყავით აბსოლუტურად ორიენტირებული და აბსოლუტურად თქვენი ენერგიები ახლა ახლდება, რაღაც დიდი შანსები და წყალობები შემოდის თქვენს ცხოვრებაში და თავს აღწევთ იმ ღალატს და იმ იმედგაცრუებებს, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო. ნამდვილად შეიძლება რომ ამ ადამიანთან გამოგივიდეთ ურთიერთობა, უბრალოდ ეშინია ამ ბიჭს, არ უნდა რომ გული გატკინოთ და თუმცა ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა იქნება თუ ორივე მხარე იმუშავებს ამ ურთიერთობაზე.
როგორც წყვილი შედგებით თუ არა, თუ იმუშავებთ ამ ურთიერთობაზე, თქო მკითხე და ამოვიდეთ ასების ორიანი, რა თქმა უნდა, ეს არის წყვილის არკანი. თქვენ შეგიძლიათ შედგეთ როგორც წყვილი, უბრალოდ ეს წინააღმდეგობები ერთად უნდა დაამარცხოთ. ერთად უნდა დაამარცხოთ. ორივე, აი როგორც ერთს გაქვთ რაღაც განცდები, რომ ვაიმე ეს საერთოდ რანაირად უნდა გამოვიდეს ეს ურთიერთობა, ანალოგიურად აქვს იმასაც, რომ აი ხა როგორ უნდა გამოვიდეს ეს ურთიერთობა, მაგრამ ორივეს ერთად გინდა, ორივეს ერთმანეთი გინდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ არ დანებდებით, თუ იბრძოლებთ, თუ არ შეგეშინდებათ და უფრო ლაღად, მშვიდად და პოზიტიურად შეხედავთ ყველაფერს, ყველაფერი იდეალურად გამოვა. ეს იყო მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. ასევე როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში ვთქვი, თუ მოგეწონათ ყველაფერი და რეზონირდა და მიიღეთ საჭირო ინფორმაციები, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადი კონსულტაციებისთვის, ამისთვის დავწერ WhatsApp-ის ნომერს და იქ დამიკავშირდით და როგორ მიიღებთ საერთოდ ჩემგან გაშლას, ხო, ანუ კონსულტაციებს როგორ ვატარებ. კონსულტაციებს ვატარებ ასე, ჩემო ძვირფასებო. მე არ ვრეკავ ვიდეოზარით, მე მჭირდება სრული განმარტოება და სრული დისტანცირება. სახლში ვიღაც რო ფაჩუნობს და ხმები მესმის, ესეც მაღიზიანებს და არათუ უშუალოდ კლიენტთან ურთიერთობის პროცესში გავშალო და ვუთხრა, იმიტომ რომ ამას სჭირდება 100%-იანი განმარტოება და 100%-იანი სიმშვიდე, ну, ჩემ შემთხვევაში ესია ნამდვილად. ამიტომ გაშლებს ვაკეთებ ასე. ფასებს და პირობებს მოგწერთ WhatsApp-ში, ამისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და გაშლას მიიღებთ ზუსტად როგორც ამ საჯარო გაშლებს ვაკეთებ და ვწერ ვიდეოს, ასე ჩაგიწერთ ვიდეოს და ვიტრანსფერზე აგიტვირთავთ და გამოგიგზავნით მეილზე. ანუ ვიდეოს მიიღებთ ისე რომ ეს ვიდეო შეგენახებათ კიდეც. ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეოში, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და მომავალ შეხვედრამდე.